ასევე ძალიან აქტუალური თემით ვაგრძელებთ გადაცემას და ახლა ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს კვება კუჭ-ნაწლავზე და რა უნდა გავაკეთოთ, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემა ჯანმრთელად მუშაობდეს. ზოგადად საჭმლის მომნელებელი სისტემა ჩვენი ჯანმრთელობის საფუძველია და თუ კუჭი და ნაწლავები ფუნქციონირებს სწორად და ვიტამინების ათვისება ხდება სწორად, ენერგია გვექნება და იმუნიტეტიც იმუშავებს კარგად. გეთანხმები, რომ კვება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენი კვებითი ჩვევები მაინც და მაინც კარგი არ არის. სამწუხაროდ ცხიმიანი საკვების მიღება, განსაკუთრებით ტკბილეულის და შაქრის შემცველი საკვების დიდი რაოდენობით მიღება, ყველაფერმა ამან შეიძლება სერიოზული პრობლემა მიაყენოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. ყველამ კარგად ვიცით, რომ პირის ღრუდან იწყება ჩვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და სწორ ნაწლავში მთავრდება უამრავი ფერმენტი, ენზიმი, ნაღლის მჟავები და ასე შემდეგ მონაწილეობს ამ პროცესში, რომ საკვები კარგად მოინელოს და ასევე კარგად მოხდეს მისი შეწოვა და აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ნაწლავის ეგრეთ წოდებული ჩვენი მეგობარი ბაქტერიები, მიკროფლორა, რომელიც ერთის მხრივ მონელებისა და შეწოვის პროცესებში მონაწილეობს და ამავეს მხრივ მთელი რიგი აუცილებელი ჩვენთვის აუცილებელი ნივთიერებების, ვიტამინების და მიკროელემენტების წყაროა. ვთქვათ და უთხრათ ჩვენს მაყურებელს თუ რას უნდა ერიდონ იმისათვის რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დატვირთვა და გადატვირთვა არ მოხდეს. ეს არის გადამეტებული ცხიმიანი საკვები, ზედმეტი შაქარი, როგორც მაიამ ახსენა, გადაუმუშავებელი საკვები, ასევე ალკოჰოლი, სწრაფად ჭამა და ღამის კვება. ეს ფაქტორები დიდ ზიანს აყენებს საბოლოო ჯამში კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, რომელიც საბოლოოდ შემდგომში ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე მოქმედებს. თანამედროვე სამყაროში ძალიან ბევრს საუბრობენ კვების სწორი რეჟიმისა და რაციონის მნიშვნელობაზე. და ამ თემაზე სასაუბროდ დღეს ჩვენთან სტუმრად მოვიწვიეთ სამედიცინო ცენტრის ციტოსთერაპევტი, ოჯახის ექიმი, გასტროენტეროლოგი ქალბატონი მაკა ცუცქირიძე. გამარჯობა, მოგესალმებით. მოგესალმებით მაკა, მადლობა მობრძანებისათვის, დიდი ესე იგი ინტერესით გელით და ერთად უთხრათ მაყურებელს რა არის კარგი, რა არის ცუდი ჩვენი კუჭ-ნაწლავისთვის და თავიდან ვთქვათ, საქართველოში როგორ ვიკვებებით ჩვენ ამ მხალი, საცივი და ათასნაირი რაღაცა ნაირნაირი სამზარეულო გვაქვს და არის თუ არა ეს ყველაფერი ჯანსაღი ჩვენი ორგანიზმისთვის რეალურად მართლა. დიახ. მოდით დავიწყოთ იქედან, რომ ჯანსაღი კვების საკითხი უკვე სდება ინდივიდუალურ არჩევანს და ის გადაიქცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის კომპლექსურ პრობლემად და მას ესაჭიროება გლობალური გამოწვევები და პრობლემის გადაჭრა. ვინაიდან κλიმატის ცვლილების პირობებში შემცირდა ხარისხიან საკვებზე დომა, შესაბამისად კვების სისტემების გავლენა ხდება გარემო ფაქტორებზე და ტექნოლოგიური დამუშავების ულტრათანამედროვე დამუშავების საკვებია ჭარბად ბაზარზე და შესაბამისად ეს იწვევს არაგადამდებ დაავადებათა გლობალურ ცდას, როგორც არის დიაბეტი, სიმსუქნე, გულშისახთა პათოლოგია, ონკოლოგიური დაავადებები და ცხადია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები. მადლობა. ძირითადად რა არის ის სიმპტომები, რაც პაციენტს აწუხებს და მოგმართავენ ხოლმე არასწორი, არაჯანსაღი კვების შედეგად? გარდა იმისა, რაც აღვნიშნეთ, ამას ემატება ის, რომ პოპულაციის უმრავლესობაში არ არის მიღწეული კვების, ჯანსაღი კვების რითმი, ეს ეხება სკოლის მოსწავლეებს, უმაღლეს სასწავლებლებს, მომსახურე პერსონალს, სადაც დარღვეულია ეს პრობლემა და შესაბამისად თავს იჩენს ის სიმპტომები, რომელიც უხშირესია. ეს გახლავთ კვების შემდგომ აღმოცენებული სიმძიმის შეგრძნება, დისკომფორტი, მუცლის ტკივილი. შესაძლებელია მოხდეს ცვლილება კუჭის მოქმედების სიხშირის, ფაღარათის და შეკრულობის მონაცვლეობა, პერიოდულად აღინიშნებოდეს გულძმარვის ეპიზოდი და ძირითადად მაინც არის გამოხატული მუცლის არეში ტკივილი, ჭარბი აირების შეფერილობა, ეგრეთ წოდებული სახალხო ენაზე. და როდის უნდა მივიდეს პაციენტი ექიმთან? აი, რამდენხან შეიძლება ეს სიმპტომები მოითმინოს? ხათია სიმპტომების გახანგრძლივებისთანავე, რომელიც არის პაციენტისთვის უჩვეულო, პაციენტის მიერ უნდა მოხდეს სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა. არის განსაკუთრებული ნიშნები, საყურადღებო ნიშნები და ეს გახლავთ წონაში უმიზეზო კლება, მწვავედ განვითარებული მუცლის არეში ტკივილი, ასევე სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რომელიც შესაძლებელი არის გამოვლინდეს განავლის შეფერილობის ცვლილებით, ძირითადად შავი განავალია, პირნაღებ მასაში ყავის ნალექის მსგავსი მინარევია და აი აღნიშნული სიმპტომატიკა უკვე მოითხოვს გადაუდებელ ვიზიტს ექიმთან. რა იქნება ზოგადი რჩევები კვებასთან მიმართებაში, რომ ჩვენ მაყურებელს ვურჩიოთ, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
გართულებების თუ დაავადებების პრევენცია მოვახდინოთ. დიახ. მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპი გახლავთ სხვადასხვა ტიპის საკვები ნივთიერებების მიღება. ეს განაპირობებს ჩვენს ფიზიკურ განვითარებას, შრომის უნარს, გუნება-განწყობილებას. ამიტომ ყველა ის კომპონენტი, რაც თქვენს მიერაც იყო ნახსენები, დავიწყოთ ვიტამინებით, მინერალებით, ჩვეულებრივად ცხიმის, ნახშირწყლის და ცილების მიღებით, აბსოლუტურად მრავალფეროვანი კვება არის აუცილებელი. ვინაიდან თითეული კომპონენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგალითად ცილა-საშენი ბლოკია, ცხიმი იცავს ორგანოებს, როგორც თხილი და ბოსტნეული წყაროა მინერალების და ვიტამინების და ნახშირწყლები თავარი ენერგიის წყარო. აქედან გამომდინარე, მრავალფეროვანი კვება, დაბალანსირებული კვების რიტმის დაცვა, რაც გულისხმობს, რომ დიდი ინტერვალები არ არის საჭირო კვებათა შორის. შესაბამისად, ეს ყველაზე მეტად იწვევს კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებების სიმპტომატიკას, რაც დაკავშირებულია მუცლის შებერილობასთან. რაც დღესდღეობით ძალიან ხშირი არის დროის ფაქტორიდან გამომდინარე. კვება, მცირე ულუფებით და ანუ კვების ჩვევები. იცით რა, მე მაქვს ერთი ესეთი შეკითხვა. ძალიან ბევრი მოსაზრება არსებობს კვებებს შორის ინტერვალებთან დაკავშირებით. ახლა ამ ჯანსაღ კვებასთან და ზოგადად კარგ სხეულთან და ამ ყველაფრის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით ძალიან მოდურია 4 საათიანი ინტერვალით კვება ან 18 საათიანი, 16 საათიანი ინტერვალური კვებები. აი ასეთი ტიპის კვებები და ჩვენ ენდოკრინოლოგის ყავს გვაქვს ფუფუნება და რაღაცა ისეთი აქტუალურია ეს თემა და მინდა რომ გასტროენტეროლოგმაც და ასე ვთქვათ ენდოკრინოლოგმაც უთხრას ჩვენს მაყურებელს, აი რა საფრთხის შემცველი და რამდენად შეიძლება პაციენტმა თვითონ თავისი გადაწყვეტილებით ინტერვალური კვება, ასე ვთქვათ და თქვას, რომ 4 საათში ერთხელ უნდა ვჭამო, ან 18 საათში ერთხელ. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია დღის განმავლობაში 3ჯერადად ან 4ჯერადად კვება. შესაძლებელია ასევე 4 საათში ერთხელ საკვები ულუფების მიღება, იმიტომ რომ ხდება დღის მანძილზე გადანაწილება და ყველაზე მეტად კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს განვითარებულ სიმპტომატიკას იწვევს მხოლოდ ერთჯერადი კვება ან დიდი ინტერვალი კვებათა შორის, დილით კვება, გვიან-ღამით კვება, იმიტომ რომ ნაღლის ბუშტის კუმშვადი ფუნქცია იცვლება. შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი ფაქტორი ცხიმის დაშლის და ზოგადად საჭმლის მონელების პროცესის ნორმალური რეგულაციის. ზოგადად როცა ვსაუბრობთ დიეტებზე, ჩვენ ვიცით, რომ დიეტა ეს არის სწორი ბალანსირებული კვება და ყველა დაავადების დროს არის თავისი დიეტა, შესაბამისად სამკურნალო კვება, ხო? არსებობს ჯანსაღი კვების თეფში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დავიწყოთ და იქ არის მოწოდებული პრაქტიკულად ფიზიოლოგიური რასაკვები, როდის უნდა მივიღოთ. თუმცა მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ გასტროენტეროლოგიურ დაავადებებზე, იქ კიდე ცალკე გამოყოფილი არის მაგალითად იგივე გასტრიტი, წყლოვანი დაავადება, ეს იქნება კუჭის თუ 12 გოჯასის თუ ნახკენჭოვანი დაავადებები. რა დროსაც ასევე მოწოდებულია ცალკეული კვებები. შესაბამისად, ეს ექიმის სპეციალისტის მიერ ინიშნება. მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ლორწოვანის დაზიანებაზე კუჭის, ანუ გასტრიტი ან წყლოვანი დაავადება არის, ამ დროს როგორც ხალხმა მაგამ აღნიშნა, აუცილებელია ინტერვალები იყოს შედარებით უფრო მოკლე და ხშირ შემთხვევაში ინიშნება 2 საათიანი ინტერვალებიც კი ამ დროს, ვინაიდან მაღალმჟავიანობიდან გამომდინარე, მუდმივად იყოს კუჭის საკვები იმისათვის, რომ მოხდეს მისი განეიტრალება. თუმცა არსებობს მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მაგალითად სიმსუქნეზე, ამ დროს რა თქმა უნდა 3-4 საათიანი ინტერვალი აბსოლუტურად დასაშვები არის. როგორც აღნიშნე, დღესდღეობით რაც არის ეგრეთ წოდებული ტრენდული, ესე ვთქვათ 16 და 18 საათიანი ინტერვალური შიმშილი, მაშინ თუ არსებობს კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადება, რა თქმა უნდა მსგავსი კვების სტილი არ არის რეკომენდებული პაციენტებისათვის, ამიტომაც მნიშვნელოვანი არის ნებისმიერი კვებითი ქცევის სრულების დროს, რომელსაც გადაწყვიტავს ადამიანი და მას სურს სულილება კვების, ერთხელ მაინც გაიაროს კონსულტაცია სპეციალისტთან იმისათვის, რომ მან იცოდეს მისი ორგანიზმის მდგომარეობა, რათა ამის მიხედვით შედგეს შემდგომში კვებითი ქცევა. დიდი მადლობა. დავუშვათ ჩვენ გვაქვს ის სიმპტომები, როგორიც არის შებერილობა, ყურყური, მუცლის, ვთქვათ, სისავსეობის ზედმეტად შეგრძნება კვების მერე, დისკომფორტი. რა სიმპტომური საშუალებები არის, ვთქვათ, პირველ ეტაპზე, მანამ სანამ ეს არ გაღრმავდა, მივიღოთ, ვთქვათ, სახლის პირობებში და შევიმსუბუქოთ, აი ეს
სიმპტომურად ეს მდგომარეობა? სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში მიმართავს პაციენტი ექიმს. ერთჯერადად განვითარებული ანალოგიური სიმპტომატიკა ჩვეულებრივ ჯანსაღ პოპულაციაშიც იჩენს ხოლმე თავს. ამიტომ ექიმთან ვიზიტამდეც არის დამხმარე საშუალებები, საჭმლის მონელების დამხმარე საშუალებები, პროდუქტები, რითაც გაჯერებულია საკმაოდ ფარმაცევტული ბაზარი. მე უბრალოდ დღეს აღნიშნავ კლინიკურ პრაქტიკაში საკმაოდ ეფექტურად გამოყენებულ და დიდი გამოცდილებაც მაქვს ამის რამოდენიმე პროდუქტს, რომელიც ჩვენ სტუდიაშიც არის წარმოდგენილი და ეს გახლავთ ფარმაცევტული საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს პროდუქტები, რეოკონი, ეს გახლავთ 4 კომპონენტიანი მულტიფერმენტული პრეპარატი, ანუ დამხმარე საშუალება საჭმლის მონელების პროცესისათვის და დიალაკი ფორტე, რომელიც ამცირებს აირების ჭარბად წარმოქმნას. შესაბამისად, კონკრეტულად რო ვისაუბროთ, აღნიშნული პრეპარატები გაიცემა ურეცეპტოდ, აბსოლუტურად უსაფრთხოა და ექიმთან ვიზიტამდე სიმპტომების შესამსუბუქებლად გამოიყენება. ნუ კონკრეტულად რას აკეთებს რეოკონი? რეოკონი გახლავთ ფერმენტული პრეპარატი, რომელიც გარდა იმისა, რომ ცილას, ცხიმს და ნახშირწყალს შლის, ასევე შეიცავს სცენარეული ბოჭკოს, უჯრედისის დამშლელ ფერმენტს ჰემიცელულოზას და განსაკუთრებით ეს პროდუქტი გამოყენებულია იმ პირებში, ვინც იკვებება ძირითადად სცენარეული საკვებით. და აღსანიშნავია ეს, რომ ჰემიცელულოზა ორგანიზმში არ გამომუშავდება, ამიტომ გარედან მიწოდებული ეს პროდუქტი საკმაოდ ანუ ვეგეტარიანელებისთვის და ვეგანებისთვის ეს არის ძალიან კარგი პროდუქტი. ადამიანები, რომლებიც იცავენ მარხვას, ანუ მარხვის პერიოდში აბსოლუტურად რთულია, ბევრს გონია რომ თქვა ესეთი გაჯერებული სცენარეული საკვები მარტივად გადასამუშავებელია. ამ დროს რეალურად კუჭტანწლავი წვალობს და ზუსტად ეს შეფერილობის სიმპტომები. ნუ გარდა ამისა, ერთი საინტერესო ნატურალური ექსტრაქტია ხარის ნაღველი, ეს გახლავს ნაღლის მჟავა და ნაღლის მჟავა არის ძირითადი ცხიმის დამშლელი კომპონენტი. აქედან გამომდინარე, თუ თქვათ სიმპტომები, აი რაც ჩვენ დავასახელეთ, აღენიშნება პაციენტს, შეუძლია ამ პროდუქტის თამამად გამოყენება. რაც შეეხება დიალაკ ფორტეს, აირების ჭარბად დაგროვებას ეწინააღმდეგება, შესაბამისად ეს ხსნის მუცლის შებერილობას, ტკივილს, ზედაპირულ დაჭიმულობას და ორივე პროდუქტის დანიშვნა შესაძლებელია კომბინაციაშიც, ანუ მივახციოთ საჭმლის მონელების უკეთეს პროცესს და ასევე აირების ნაკლებად დაგროვებას ნაცვლად. და რაც თავარია, ეს არის მედიკამენტები, რომელიც პაციენტს ანუ სიმპტომების შემთხვევაში შეუძლია ექიმის დანიშნულების გარეშე აპტიეკში აბსოლუტურად უსაფრთხოა, გამოიდევნება კუჭნაწლავის ტრაქტიდან, არ ხდება მისი შეწოვა, აქედან გამომდინარე ამ პრეპარატების როგორც ერთჯერადად გამოყენება, ასევე ხანგრძლივი პერიოდით აბსოლუტურად შესაძლებელია. თუმცა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, როგორც აღნიშნეთ, თუ ესეთი ჩივილი რჩება, პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს და მიიღოს პროფესიონალის რჩევები და რეკომენდაციები დიაგნოზთან დაკავშირებით და შემდგომ კურნალობასთან დაკავშირებით. აბსოლუტურად გეთანხმებით, კეთი. თუმცა ქალბატონ მაკარი, მაშინ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ზოგადად კუჭნაწლავის ტრაქტის პრობლემებზე, აქ გამონაკლისი არ არის არც ერთი ასაკობრივი ჯგუფი. რამდენად დასაშვები არის, რომელი წლიდან არის დასაშვები აღნიშნული მედიკამენტები ბავშვთა ასაკში და რა დოზით და ხანგრძლივობით უნდა გამოიყენოს ეს პაციენტმა? აღნიშნულ პროდუქტებს აქვს რეკომენდაცია 12 წლის ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში. რეოკონი მაგალითად ინიშნება 1 აბი 2 ჯერ დღეში კვების დროს, დიალაკი ფორტე 2 კაფსულად საკმარისია სიმპტომების შესამსუბუქებლად. თუმცა არსებობს დიალაკის საბავშვო ფორმა, წვეთების სახით და ეს ფარმაცევტულ ბაზარზე ამ პედიატრების მიერ კლინიკურ პრაქტიკაში საკმაოდ ხშირად გამოყენებული. ძალიან დიდი მადლობა მაკა საინტერესო საუბრისათვის და კარგი პრეპარატების პრეზენტაციისათვის. წარმატებები. დიდი მადლობა.